უახლესი ცნობები საპატიმრო დაწესებულებიდან იურისტებმა გამოიტანეს, როგორც ადვოკატები განმარტავენ 64 წლის კონსტანტინე კოკაიამ ერთ თვალში სრულად დაკარგა მხედველობა, მეორე თვალი კი აქვს დაზიანებული და ბუნდოვნად ხედავს. ამ თვალიდან იურისტების განმარტებით ეს ინფორმაცია თავად კოკაიამ მიაწოდა საპატიმრო დაწესებულების ექიმებს, თუმცა მათი განმარტებით ამ საკითხთან დაკავშირებით ამ დრომდე რეაგირება არავის მოუხდენია. ამავდროულად ძალიან მძიმეა კონსტანტინე კოკაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან 64 წლის მამაკაც, რომელიც სასახლის ღობის საქმესთან დაკავშირებით არის დაკავებული, გულსის ღძართა მძიმე პრობლემები აქვს. ეს დოკუმენტები მათი განმარტებით სასამართლოს ხდომაზევე წარმოუდგინეს მოსამართლეს, თუმცა მან მხედველობაში არ მიიღო. ამავდროულად საქმეში დევს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შედგენილი წერილობითი დოკუმენტი, სადაც წერია, რომ კონსტანტინე კოკაიამ თვალის არეში წიწაკის სპრეით მიიღო დაზიანება, ამავდროულად თვალის არეში მას მოხვედრილი ჰქონდა. ასევე ბლაგვის საგანი ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიარეს იურისტებმა დაკავებულ კონსტანტინე კოკაიასთან და როგორც დაკავებული იხსენებს, მას წიწაკის სპრეი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამიზნებით შეასხეს სახეში, ამავდროულად ბლაგვის საგანი მოარტყეს სახეში, რამაც მისი მხედველობის მძიმე დაზიანება გამოიწვია. არცხენა თვალში ფაქტობრივად დაკარგა მხედველობა და საერთოდ ვერ აღიქვამს საგნებს. აქედან გამომდინარე მან მიმართა ბუნებრივია პენიტენციური დაწესებულების ექიმს, ოფთალმოლოგს, თუმცა დღეს მდგომარეობით არავის არ მოუკითხავს ამ კუთხით. კონსტანტინე კოკაიას აქვს გულის ოპერაცია გაკეთებული, 6 შუტი ადევს გულზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მას ჭირდება, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჰაერზე გადაადგილდებოდეს. ის შეეძლებას მას პენიტენციური დაწესებულების პირობებში ბუნებრივია, რომ არ და ვერ ექნება. ოქტომბერს სპრეის შედეგადაც დაზიანდა მისი თვალის მდგომარეობა, თუმცა ზუსტად ამას ბუნებრივია თვითონ ვერ დააკონკრეტებს. მე ბლაგვის საგანი ჩაარტყეს, თუ რატომ იყო ამ ბლაგვის საგანზე? ჩვენ რა თქმა უნდა წარუადგინეთ სასამართლოში ასევე 112-ის მწვანე ბარათი, 12-ის ჩანაწერი, როცა დეტალურად აღწერს, როგორ დავითარებაში ბლაგვის საგნის ჩარტყმით მიიღო ეს დაზიანება, ბუნებრივია ესეც სასამართლოს მივაწოდეთ, თუმცა ამ კუთხითაც რეაგირება არაფრის არ მოყოლია. რას ამბობს ეს ბლაგვის საგანი სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა ჩაარტყეს? ზუსტად ვერ აკონკრეტებს, გამომდინარე იქიდან, რომ სავარაუდოდ ფიქრობს, რომ სავარაუდოდ სამართალმცავი ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ ბუნებრივი აქციის პირობებში საკმაოდ რთული ვითარება იყო. სასახლის ღობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული 64 წლის კონსტანტინე კოკაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ფაქტიურად იურისტების განმარტებით ყოველდღიურად მძიმდება, მას დაკარგული აქვს მხედველობა, ასევე მძიმე პრობლემები აქვს გულთან დაკავშირებით და მას სჭირდება სპეციალური მკურნალობის კურსი, თუმცა მათი განმარტებით ამ საკითხით არ დაინტერესებულა არც პენიტენციური სამსახურის ექიმები და არ დაინტერესებულა არც მოსამართლე, რომელსაც ყველა ეს დოკუმენტი წარმოუდგინეს.